9 აპრილი უაღრესად ემოციური დღე არის. პირველი, რომელიც 99 წელში გავიარეთ. თუ გაგვიხარდებოდა უდესმე რამე არ გვეგონა ისეთნაირად თუ სიცხე გაყინულა. მაგრამ ამან უდიდესი მნიშვნელობა მიიღო ეროვნული მოძრაობის შემდგომი წარმატების საქმეში. როგორი შემართება ქონდა ახალგაზრდებს პერიოდში და რა იყო მათთვის მთავარი мотиваცია? მთავარი мотиваცია ქვეყნის განთავისუფლება იყო. განთავისუფლებელი ვისგან? უდიდესი გველეშაპისგან და მოხერხდა ეს ყველაფერი ამ დიდი ძალისხმევით. 29 აპრილმა გააცოცხლა ის დაღუპული ხალხი. ზუსტად განსახუთი ამ უდიდესი სნული ნაბიჯი გადადგა, როცა 9 აპრილი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს დაამთხვია და ეს იყო სიხარულის მოტანილი უდიდესი სიმწარისაგან. მე მინდა დღეს პირველ რიგში მოვიგონო 9 აპრილის დაღუპულები და ეროვნული მოძრაობიდან დაღუპულები, რომელთა სულებით ხარობს ამ დღეს. კიდევ ერთხელ შემდეგ საკმაოდ ტრაგიკული მოვლენები განვითარდა სამოქალაქო ომის გულისხმობ. და როგორ უნდა მოხდეს თუ არა იმ ფაქტების შესწავლა და უნდა დადგეს თუ არა სამართლებრივი შედეგი. ხედავთ ახლა კომისია მინდა. ჩვენ ყველას გვინდა რომ ყველაფერი გარკვეული იყოს, მაგრამ ისტორიული მომენტი, აი უბრალოდ შედარებას გეტყვი. კენედი როდის მოკლეს და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოძიებული არა. ეს რაღაც ხდება ისეთი, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ალბათ ჯობს გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიდოს ეს სიმართლე და ითქვას, მე მგონი უკვე დრო არის. 9 აპრილის სამოქალაქო ომის ამბებზე უკვე ნელ-ნელა უნდა მოხდეს, მაგრამ ახლა ეს არ უნდა იყოს ანგარიშგებით. ქვეყნის არევის საბაბი არავის არ უნდა მივცეთ. უნდა იყოს სინანულის და უნდა იყოს სიმართლის გარკვევის.